წარმოიდგინეთ, ჩვენ ახლა საუბრობთ 21 საუკუნის არც მეტი არც ნაკლები ყველაზე დიდ ტრაგედიაზე. ეს არის რუსეთის გაუგონარი აგრესია უკრაინაში. არაფერი თქვენ რამე გახსენდებათ 21 საუკუნეში უფრო ტრაგიკული არც არაფერი. საქმე ისაა, რომ ამ უდიდესმა ტრაგედიამ უზარმაზარი მსხვერპლის ფონზე ერთი რამ ნამდვილად აჩვენა. ვინ არის თანამედროვე სამყაროში აღვირახსნილი, ჯალათი, აგრესორი, ვინ არის ის, ვინც ნორმალურობას კლავს და ეწინააღმდეგება. და ასევე ვინ არიან ისინი, ვინც ამ რეჟიმს, პუტინის რეჟიმს პირდაპირ თუ ირიბად სოლიდარობას უცხადებს. აი ამ ფონზე სად არის საქართველო? მე ასე დავსვამდი კითხვას. ამ ფონზე საქართველო არის ნორმალურობის მხარეს და მისი თავსმოხვეული მარიონეტული რუსული რეჟიმი, რა თქმა უნდა, არის რუსული ორბიტის ქვეშ, რუსულ ორბიტაზე. უკრაინელების ბრძოლა რომ არა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მათი თავგანწირვა რომ არა, დიდი ხანია პუტინი აქ პირდაპირ გახსნიდა ფილიალს. დღეს ჯერ შენიღბულადაა ეს მისი ფილიალი, ოცნების სახით. და მისი იდეა პუტინისა არის რომ აქ იყოს მისი ფილიალი პირდაპირ რომ გამოგვიცხადოს რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენად და ასე შემდეგ. მე არ ვაჭარბებ. ეს მისი ჩანაფიქრია, ეს მისი გეგმაა. საქართველოს სრულად რუსულ ორბიტაზე ყოფნა ყველაფერთან ერთად, ყველაფრით, მისი რეგიონებით, აფხაზეთით, ცხინვალით, ყველაფრით გესმით და ესენი, ეს უბადრუკები, ეს მოღალატეები აკეთებენ იმას, რომ ამ გეგმის თანამონაწილეები არიან. ამას მათ ჩვენ ვერ ვაპატიებთ. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ შევცვალოთ ერთი რომელიღაც რეჟიმი სხვა მართლობით. აქ საუბარი იმაზეა, რომ საქართველოს ავარიდოთ ის, რის გამოც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ყველა თაობა. რუსული მართლობა ავარიდოთ. ის რაც კლავს პირდაპირ, გესმით, აი საქართველოს კლავს რუსული მართლობა 100 საუკუნეების მანძილზე და ამდენი ხნის შემდეგ, მას შემდეგ რაც გამსახურდიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რაც შევარდნაძემ შეძლო და საქართველოს გაიტანა საერთაშორისო ასპარეზზე და გაამარჯვებინა იქ, მას შემდეგ რაც სააკაშვილმა შეძლო უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო რეფორმების ჩატარება და ყველას ვინც ჩამოუთვალე შევარდნაძეს და გამსახურდიას, მაპატიეთ შევარდნაძეს და სააკაშვილს ქონდა ამასთან ერთად წარმოუდგენელი ჩავარდნები, წარმოუდგენელი, მაგრამ არავის არასდროს არ დაუშვია ის, რომ ეღალატა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის. ამას მხოლოდ ესენი სჩადიან. ამიტომაც ამის პატიება ადამიანურად, მორალურად, სამართლებრივად, სახელმწიფოებრივად არის ჩვენთვისვე უპატიებელი. ამიტომაც მე კი არ ვეუბნები რომელიმე პოლიტიკოს, არც მომერიდება, ეხა უცებ რომ რომელიმე მაგ სტუდიაში შემოიხედოს და მითხრას მე მგულისხმობ, ხო? ვეტყვი, ხო, შენ გულისხმობ. მე არ მომერიდება ამის თქმა, მაგრამ ვეტყვი რომ ჩამოსაწერი კი არავინაა. უბრალოდ ყველამ უნდა იცოდეს მისი ადგილი, ვინც თავისი თავი მიზეზთა გამო შეარცხვინა და დაკარგა ნდობა, გადგეს განზე და სხვას ხელს ნუ შეუშვეს. ისევ ოპოზიციის მხრიდან გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებამდე მივედით. ჩვენ მივედით არა ოპოზიციის მხრიდან, არა, სხვათა შორის დავაზუსტებ, არამედ საზოგადოების მხრიდან უნდა გადაიდგას ნაბიჯები. ოპოზიციამ ის გადადგას, ყოველ შემთხვევაში ის თუ შეუძლია გააკეთოს მაინც, რომ ამ პროცესს ხელს თუ ვერ შეუწყობს, ხელი არ შეუშალოს. ალტერნატივა არის რომ შეიქმნას ახალი ჯგუფი პოლიტიკოსთა, რომელიც შეძლებს ახალი დღის წესრიგით ივანიშვილ კობახიძეს აჩვენოს, რომ მათი დრო ამოიწურა. სხვა შემთხვევაში დიდხანს შველა არ იქნება. თქვენ კიდევ დაპატიჟებთ სხვა სტუმრებს, შეიძლება მეც დამიძახებთ და ვისაუბრებთ გაუთავებლად ამაზე, ეს ვერ დასრულდება. ჩვენ ამ მოჯადოებულ წრეს ვერ გავარღვევთ თუ არა ამ რუსული რეჟიმის რეალური ალტერნატივის შექმნა. ვინმე თუ მეტყვის რომ მხოლოდ საუბრობ, არა არ საუბრობ. მზად ვარ, იყო ერთი მათგანი.